სიახლე იმ პირებისთვის, რომლებსაც სოციალური დახმარება მოეხსნათ ან შეუჩერდათ, სოციალური მომსახურების სააგენტო ბენეფიციართა დეკლარაციებს სწავლობს. წინასწარი მონაცემები დახმარება 2012 წლამდე რეგისტრირებულ ბენეფიციართა 53 და შარშან რეგისტრირებული ოჯახების 20%-ს აღუდგება. თავის დროზე დახმარების შეწყვეტის მიზეზი დოკუმენტაციაში დაფიქსირებული შემოსავლები და ოჯახური მდგომარეობის ცვლილება გახდა. სოციალურად დაუცველ ნინო ჯიქიას სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა საპატრიარქოს თავშესაფარში მიაკითხა. დაფიქსირებული შემოსავლის გამო დახმარებას უკვე მეორე თვეა ვერ იღებს. ამბობს, რომ ოჯახს შემოსავალი არ აქვს. დასაქმება კი ზაფხულში მხოლოდ 2 თვით მოახერხა. რის შესახებაც სოციალური სააგენტოს რაიონულ ოფისს დროულად აცნობა. ზუსტად 2 თვის შემდეგ დავჭი ჩვეულებრივად ისევე უმუშევარი 2 თვის განმავლობაში 300 ლარს ვიღებდით ხელფას ტიბისის ანგარიშზე. აი წარმოუდგენელია, ან საიდან შეიძლება, ან ამხელა თანხა თუ ფიქსირდება, რა თმინდა მე სოციალურად დაუცველობის 54 ლარი. შემოვიდა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია, რომ მას უფიქსირდებოდა გარკვეული შემოსავლები. მოქალაქეს მიეცა დღიანი ვადა, რომ წარმოადგინოს შემოსავლების სამსახურიდან ცნობა. ამის შემდეგ ამ მონაწერის მიხედვით გადაწყდება ოჯახი, რამდენად მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას კვლავ. სოციალური მომსახურების სააგენტო მიმდინარე წელს სოციალური შემწეობა მსგავსი მიზეზით 18,000 ოჯახს შეუჩერა ან მოუხსნა. მათ შემოსავალი ან უძრავ-მოძრავი ქონება დაუფიქსირდათ. შემწეობა იმ ოჯახებსაც შეუწყდათ, რომლებსაც საკუთარი მდგომარეობის არსებითი ცვლილების შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის არ უცნობებიათ. საკითხის შესწავლისა და შემწეობების აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს ოჯახების 60%-მა მიმართა. იმ პირებთაგან, რომლებმაც დაწერეს განცხადება შემწეობის აღდგენის შესახებ, დაახლოებით 90%-ს აღუდგება დახმარება. იმათ შორის, რომლებსაც შეუჩერდა დახმარება, იმათი გადამოწმებაც მიდის, რა თქმა უნდა, 20%-ს აღუდგება, გაუგზელდება დახმარება. სოციალური დახმარებების იმ ოჯახებისთვის შეწყვეტას, რომლებსაც წინასაარჩევნოდ სატელიტური თებშები დაურიგდათ, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. სატელიტური თებში, ვისაც აქვს ისინი ამოუღიათ სიიდან და შეათანხმა თუ შეიძლება რომ კანონი შევცვალოთ და კანონმდებლობაში გვინდა ცვლილება შევიტანოთ, რომ ამისთვის სოციალური დახმარება არ შეუწყდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ საჩუქარი შესაძლოა შემწეობის მოხსნის საფუძველი მართლაც გახდეს. 18,000 ოჯახის გადამოწმების პროცესი თვის ბოლოს დასრულდება.